აღნიშნოთ, რომ ეგეც და ირანელი მეტოქე ძალიან დასაფასებელია, ეს მოკლე პერიოდში აიღო ეს ბრძოლა, ჩამოვიდა საქართველოში მზადყოფნით და დღეს აგერ უკვე პირველი რაუნდის სტარტზე ვიხილავთ უკვე გასუმზადებს ის მერავს და რა შესთავაზებს ის მერავს. დაიწყო პირველი რაუნდი ამ ბიჭებს შორის. ნახოთ როგორ წარიმარდება ორივე ორთოდოქს დგომშია. პირველი რამოდენიმე წამი ალბათ დიდი ალბათობით შეისწავლიან მებრძოლები ერთმანეთს. აჩვენებს ახლა ირანელი მეტოქე დარტყმებს აი მერაბის კიკის შემდეგ ახლა ოვერჰენდით ცადა შეტევაზე გადასვლა ირანელმა მებრძოლმა აი ეხლაც ჯერჯერობით მამფორი არ უნდა დარტყმა მიიღოს და ირანელი ხოჩა ირანელი მებრძოლი უკვე ოვერჰენდებით გადადის შეტევაზე ვთქვათ მესამე ოვერჰენდი იყო მისი შესრულებით. თუ დააკვირდები ხელები ოდნავ დაბლა აქვს ჩამოშორებული ირანელმა მებრძოლს რადგან დიდი ალბათობით იცის რომ მერაბი ძალიან კარგი მოჭიდავია და შეეცდება აუცილებლად აი რა კარგი ჰედკიკი იყო ხა ასევე ლეგკიკით აი ისევ ოვერჰენდით სტილობს ირანელი მეტოქი შეტევა აი კარგი ლეგკიკი ისევ და ნახოთ ჯერჯერობით კი მართალია მეორე ნომრად თავის შანსი მართალია მეორე ნომრად მუშაობს ახლა პანაჰანდი მაგრამ კონტრ ესე რომ ვთქვათ შეტევებზე კი კარგად გამოდის აი ნამდვილად ძალიან კარგი მარცხენა მოკი ახლა მერაბის შესრულებით ნამდვილად ცოტა დაზამული ორთაბრძოლა და გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან ჭირდებათ მებრძოლებს. ეხლა ცაციან დგომში გადავიდა ირანელი მებრძოლი. აი ისევ კიკებით ჯერ ფეხში შემდეგ თავში ცდილობს აი რა კარგი კორპუსში ძალიან კარგად გაუტარა მარჯვენა ჰუკი ესე რომ ვთქვათ კორპუსში მამფორია. კარგი დაზიანებები ორივეს მოხდა კარგად. აი მორი წუთის განმავლობაში ესე ვთქვათ ძლიერ დარტყმებს. აი ეს კროსი ძალიან კარგი კროსი დაუყოლა ეხლა უკვე. აი ჩავიდა ნამდვილად აი რასაც ელოდებოდა ეხლა ირანელი მეტოქე ზუსტად ის მოხდა მაგრამ მაინც გადაიყვანა მერაბმა. გარდი აგიხა შეგული ირანელ მებრძოლს მერაბი მის გარჩი იმყოფება. ცდილობს აი საით კონტროლის აღებას აი საით არა ისევ გარჩი დაბრუნდა მაგრამ აი ცდილობს ირანელი მებრძოლი ჩინეულილეც მაგრამ არა ადვილად გაცდა ძალიან მის ფეხებს მამფორია და აი ძალიან კარგი პოზიცია მამფორიას და რამოდენიმე ძალიან ძლიერი დარტყმა გაუტარა აი ფეხები აი თვითონ ზედი იყო ახლა წესები მამფორია მაგრამ ჩამოვიდა და დარტყმების ცოტა დააკრა ეფექტურდა იმ დაუნამდე. კი, ვაკო ძალიან ცოტა დააკრა, მაგრამ როგორც დავინახე ირანელმა მებრძოლმა ხელი მოკიდა რინგს. რაც შეიძლება წაგვართვა ეს ნამდვილად ძალიან კარგი გდებას აკეთებდა ეხლა მერაბი. ექნება მას შანსი კიდევ ერთი. აი ამას აკეთებს ახლა ფეხი ცდილობს რომ ფეხი დაუჭიროს. აი საჯმა და გასწილობს ეხლა მერაბი ცდილობდა ეხლა რომ იმეულზე დაეჭირა რამდენჯერმე გამოიყენა რინგი უკვე ირანელმა და ამის გამო ქულები დაატოვება აუცილებლად. კლინჩი მიდის ეხლა ისევ აუღო და ვერ გადაიყვანა ძალიან კარგად დაიცვა დაიცვა თავი ბატონო მუხლი კარგი იყო მაგრამ ჩხუბია ნამდვილად მამფორია ნახოთ წამიერი ესე შესულება აიღეს მებრძოლებმა გადავიდნენ ისევ ახალ შეჭევას ამზადებს მერაბმა აი აჩვენებს ფეხში მაგრამ აი კარგად წამოვიდა წინ ხა ირანელი მებრძოლი აჩვენდა მერაბი
ტეიქდაუნს, მაგრამ არ ჩავიდა ტეიქდაუნზე. მიყვება ეხა პირველ ნომრად ძალიან კარგად იტანს, მუხლით ცდილობდა ეხა დარტყმის შესრულებას ირანელი მებრძოლი. კარგი ოვერჰენდებით გადავიდა ეხა შეტევაზე, მამფორია ფრონტ-კიკი 10 ეს ფრონტ-კიკი. პირველი რაუნდი მოიგო მაინც მამფორია. თუნდაც აი ტეიქდაუნებით და გრაუნდ კონტროლით წამოიღო მაინც და რა კარგად წავიდა იმენი, ბრავო. გადაარჩინა მამფორიას ბრძოლა მარტინ პანაჰანდიმ და ნახოთ აბა მეორე რაუნდი. მამფორია რა თქმა უნდა წეგანი ყოლა მაინც სანახაობაზე ორიენტირებული ასე რომ თქვა და მეორე რაუნდს ალბათ კიდევ უფრო მეტი დაკვირვებითი ჭუბებს რა ნაკლებში თამაშობს. კი და აი როგორც ჭუბის დაწყების წინქვი ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს ირანელი მებრძოლი. ძალიან კარგ მზადყოფნაში გამოვიდა მერაბის წინააღმდეგ საბრძოლველად და ნუ ესე რომ ვთქვათ, ცალსახად პირველი რაუნდი არ წაუგია, თვითონაც ძალიან კარგი დარტყმები გაუტარა მერაბს. ეხლა მეორე რაუნდის სტარტზე აქტიურია მერაბი. კი, ოვერჰენდს ცოტა შორიდან იქნევს და მერაბი ასწრებს ამ ოვერჰენდზე გაცლას. აი, კარგი 1-2 ცდილობდა, ეხლა ჯები გაარტყა, მაგრამ ქროსი აცდა მიმართულებას. დისტანციას ზოგადად აი ეს რა კარგი მოხმეულება აიცილა მერაბმა და ძალიან კარგი ჰედ მომენტი აჩვენა ეხლა მერაბმა. აი არ გაწავიდა ეთიო ჯები ქროსი ხშირად იყენებს აი მარცხენა ჰუკი წადა ჯები ქროსი აი რასაც ვიძახი ძალიან კარგად იყენებს ამ ჯებს, მაგრამ აი როგორც ვთქვით ოვერჰენდს ცოტა შორიდან აი ეხა ძალიან ესე რომ ვთქვათ მუხლით მოატყვა, მაგრამ პასუხი დაუბრუნა კორპუსის კარგი ეფექტი გაუტარა. არა მაგარი ჭუბი არის ყველაზე კარგი ჭუბი ჯერჯერობით არის სწორედ ეს. კი ნამდვილად კარგი ცოცხალი აქტიური არ ჩერდებიან მებრძოლები, სულ რაღაც საფრთხეს უქმნიან ერთმანეთს. ოჯახ მარტინ პანაჰანდეს მოკლე დროში აგებული. მე არ მეგონა ნამდვილად კი არ მეგონა ასე მოკლე დროში აიღო და ბრძოლა და ასე მაგრად თუ იჩხუბდა. მამფორია მაინც აკონტროლებს ერთი ტეიქდაუნი კარგი იქნება გიორგი უნდა ვთქვათ ნამდვილად რაუნდი წამოსაგება. თუ დარტყმებს უკეთებს მამფორია პანაჰანდე მინუსში არჩება მას, ისიც დარტყმებს უბრუნებს. ჯებით დასვა მამფორია. ჯებით დასვა უნდა მიყვეს ეხლა. უნდა მიყვეს. არის საჭირო აქ უნდა გაეგრძელოს. პაუზა არის ყო ეხლა. ვაიმე. ირანელმა მებრძოლმა ეხლა ძალიან კარგი დარტყმა მიაკენა და იგრძნო მამფორიამას. მაგრამ რატო გაჩერდა უბრალოდ ვერ მიუხვდი ამ ყველაფერს. ჯები ძალიან კარგად დაანოკდაუნა და დასვა მამფორია, მაგრამ შემდეგ გაჩერდა და არ მიყვა მას ფინიშზე. მერა მამფორია ოწოძე ნაკლები რჩება. გასაგებია რომ თავის თავს შეიძლება დარწმუნებული იყოს ბოლომდე, მაგრამ საჭირო მისთვის, ეს ხო საჭირო მისთვის. ეს აუცილებლად საჭირო აი ეს რა გამოიყენოს ეს პოზიცია. ახლა კარგად აქვს ზურგი აღებული მამფორიას. მკვლელზე ცდილობს ეხლა რომ გადავიდეს, ფეხები ძალიან კარგად აქვს ჩაყრილი, ზურგი კარგად აქვს აღებული მერაბს. აი წეგანდელ მომენტს მინდა ისევ რომ დაუბრუნდე ვაკო. კი გასაგებია მერაბი შეიძლება თავის თავში სრულად იყოს დარწმუნებული და ნოკდაუნის შემდეგ წამოყენების წამოდგომის საშუალება მისცა თავის მებრძოლს, მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ეს MMA-ია, ეს კომბატ სპორტია და თუნდაც ერთმა დარტყმამ შეიძლება გადაწყვიტოს ჭუბის ბედი, მაგრამ აღებულია ძალიან კარგად აქვს აღებული ეხა მერაბს კისერი. აი ემზადება აი დანებდა ირანელი მებრძოლი მერაბ მამფორია. ნოკდაუნის შემდეგ მაინც მოახერხა და დააფინიშა ირანელი მებრძოლი. აი ასე მერაბ მამფორიას გამარჯვება. ბრავო, ნამდვილად ბრავო.
აი რას ნიშნავს თავის თავში სრულად 100% დარწმუნებული მებრძოლი. ძალიან კარგი ნოკდაუნი გაუკეთა, ესე ვთქვათ, მერაბმა ირანელ მებრძოლს. Okay, let's go now, blue corner. აი ეს ზუსტად მეგობრებო, ეხა ჰაილაიტებში ნაკეთ შემხვედრზე ჯერი დაახვედრა და მე დახვედრებაც არ იყო ცუდი ირანელი სპორტსმენის და რა თქმა უნდა, აი მალევე წამოდგა ირანელი მებრძოლი. და შემდეგ რამოდენიმე ორი კარგი დარტყმა გაუტარა მერაბს. Ladies and gentlemen, we have a time 3 minutes and 55 seconds of round number 2. Your winner by submission victory due to rear naked choke, Merab Mamporia!